მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ტოტალ ვარის გადაღებას. აქ თუნს დავუსრულებ უკვე და ყველა მხარეს გამოჩნდნენ რეიდერები, რომელთა მოკლაც მინდა ეხა მე და ბარემ ამასაც ავიღებ, დავიბრუნოთ. და აქედან კიდე უნდა წამოვიდეთ აუცილებლად. ძალიან კარგი იქნება. მაგრამ სამაგიეროდ უნდა დავტოვოთ გარნიზონი და ასევე public order-ი. ფული ბევრი არა გვაქვს. ამიტომ ბევრს არ ვიწვალებ, აი ესე წამოვალ ეხა. თარო გავიხილო. და ეს მყავდა კიდე, აი იქ მივიყვანოთ. და search ruins, კარგი, აქ ისრები არის, ეს არის, ეს ორი არის, აი ეს ქვედა ის არის, არ არის, ამიტომ ამას ავირჩევ. ოპა, აქ ორკები გაიჩიტნენ, ძალიან კარგი. და ერთი თურნი გვაკლია, რომ პირველი ის დავასრულოთ, ოკეი. აქ ერთი არმია არის, ამას მარტივად მოვკლავთ. ესეც პირველი რიტუალი დასრულდა. და რეიდი, გასაგებია, რომ რეიდი გავიგე, ხო? მოდი შევუტიოთ. გონი ავტოზეც შემიძლია კი. ცოტა სიცოცხლე დავაკლდა, მაგრამ ამას ამოვინაზღაურებთ. ანუ აქ რაღაცეებია კიდე. რომელთა აღებაც მინდა. კაი, ასე წამოვა. უკვე მეორე რიტუალსაც დავიწყებ მალე, ეს 1060 მინდა და მაქვს 850. კაი, ფული სანამ მაქვს, მოდი ჯერ აქ წამოვალ. ორკებს ავიყვან და მინდა ესენი და მერე აქეთ წამოვალ. ამას დავიპყრობ და შენ შეგიძლია ნახვამდის გააკეთო. კაი, აქ ბედნიერება, აქ ეს. ესეც შემიძლია გავაძლიერო. Phoenix Gate-ი 2 თურნი დარჩა. აქ კიდე ერთი არმია, როგორც ხედავთ. და Sartoza. რა ხდება შენ? რას მიკეთებ აქ? ივრის წამოეხა და მოყალი ესენი. მოკლედ, აქ კიდე ერთი დასახლება აქვს. ამიტომ ცუდი არ იქნება თუ ზემოთ წამოვიყვან ამ კაცს. მაგრამ მგონი ესენიც მიხედავენ, ოკეი. ჩემი მისია ეხა ეგ მოვიდა. აქ გაძლიერდა ეს და ამიტომ მოდი, ოპა. და გამთლიანდა ქალაქი, ამიტომ მეტი ზრდა ავირჩიოთ. აი ესე. ესეც გამთლიანდა და დამოუწყდა. კაი, შემდეგი თურნი. მალმალე ვიზამრო. მეორე ივენთი დავიწყო უკვე. აქეთ წამოვიდნენ. Unhappy არ მინდა, შემიძლია ცოტა მაყუთი გადავიხადო არა. ამით ინფლუენსი მაქვს და შემიძლია უბრალოდ +5 happiness-ი ავირჩიო და უფრო ბედნიერი ხალხი მეყოლება აქ. ჰოპ, ძვირია. მოდი, ახლოს მოვალ თქვენთან. არ გეწყინოთ ბიჭებო. და ეს გაძლიერდა, ოკეი. აქ ფაითი მიმდინარეობს უკვე 13 კაცი, აქ 2 კაცია და შეიძლება აიღონ. აუ, ამათთან შემოერთება შემიძლია უკვე. ცოტა ცუდ მომენტში კი გავიჩითე, იმიტომ რომ ამ რაღაცას იღებენ. მოდი ვნახოთ.
არა, ცოტა ფული რო დავამატო. ცოტა ფული, რომელიც არ მაქვს, ვერ დავამატებ მაგას სამწუხაროდ. კაი, თქვენ ტრეიდი ისევ გინდათ. ძალიან ცოტა მიმატება და იქნება ამათ რომ მოკლავ რაღაცა ავიღო. აქ მოდი აი ეს. ვერაფერს ვერ გავაძლიერებ თქვენის ნებართვით. თუმცა დავასრულებ უბრალოდ. და ზემოდან შეიძლება კიდე წამოვიდეს ენიმი. აჰა, აქეთ გადმოვიდნენ, არა პრობლემა. წესით ავტოზე ამათ მოვკლავ. გაიქცნენ, მაგრამ ფეხი არ წამოგიცდეთ სადმე. უცებ აესე. კინაღა მოგვიკვდა აგერ. კაცი. პლუს 500 ქულა. ქულა არა, ფულის ერთეული. так, ესენი აქეთ წამოვლენ, ხო? მოდი. ჯერ აქ ამას ავირჩევ. მაგრამ რაც შეხება ამას, გონი რომ დავიკიდებ, იმიტომ რომ მაინც ერთი პროვინცია 4-დან რაც გამაჩნია და უბრალოდ აქ ჩავსვავ გარნიზონს მეორე შენობად. თუ მოვასწარე, იმიტომ რომ მეორე რიტუალი იწყება უკვე. აქ ეს მინდა. და თქვენ შეგიძლიათ წამოხვიდეთ აი აქეთ. ფული დაგვიგროვდა როგორც ხედავთ და შემიძლია შევთავაზო. $7,000 არა, ხო არ გადავა. კარგი, 9,000 რომ მოგცე. ყველაფერი რაც გამაჩნია? კი. ეგრე კი, მაგრამ. ოპა, აქ ყოფილა ეს და ამით ამას ვერ მოკლავ 100 წელი. კაი, ხა 700 ფულის ერთეული სად ვიშოვა? რაღაცებს გაყრა მომიწევს აქედან. 1 2 3 4 5 6 7 კაცი რო გავაგდო. კაი, პლუსში ვარ. თქვენ მოხვალთ აქ. ეს რისი ლორდია? ნუ არა უშავს. ამის წინააღმდეგ გამომადგება. ერთი ეს არ მომწონს, რომ ამათ სიცოცხლე აქვს დაკლებული აი ამას და ამას. თორე დანარჩენს არ აუშავს რა. ეს რომ საიღონ, მინაქ მეორე არმია მყავს, ამიტომ წამოვალ ავიღებ, მე წამოვალ ამას ავიღებ. ზრდა გვინდა აქ უბრალოდ. კაი, შენ რა გინდა? ტრეიდი, არა პრობლემა, ტრეიდი მაზღობს. კაი, ჯერ მე ამას ავტოზეც გავუშვებ. ერთი კაცი კი გვიკვდება, მაგრამ არა უშავს. და აქ ფული შეგვიძლია ავაგროვოთ. ეს ხოთაშორის ძალიან მაგარი ლორდია. იმიტომ რომ აქვს ჰილი და აქვს შორს როლაც. ნუ ამისთვის კიდე რაღაცეები გვინდა after spend 4 points in previous group. 1 2 აი ამას გავაძლიერებ და კიდე მე შემდეგს. ანუ ესეც რომ ბოლომდე მივიყვანოთ და სულ ზედა ფლანგი ძალიან მაგარი იქნება. შენ ასე წამოდი. და შენც ზემოთ შეგიძლია ახვიდე. შემდეგ თურნზე უკვე დავიწყებ თუ ვერა ჯერ. ჯერ ვერა. აქ ჰერო მყავს, ნახოთ. მოკლა, ასაღო.
კაი, ჰილი გაუძლიეროთ. და ვიღაცა მარეიდებდა, როგორც დავინახეთ ზეღან. აჰა, ამ ადგილზე შეიძლება შეტევა განხორციელდესო. მაგრამ საკმაოდ კაი გეითია ეს 5. მეხუთე დონეზეა 5 დონიანი. კაი, აქ მინდა მეხაზრდა, აქაც მინდა ზრდა. და ვაფშე ყველგან როგორ მოგატყუოთ. აქ რა ხდება? მოდი ამაზე დავაყენებ. და ამას ვაფშე ჯერ ვერ გავაქროფ, იმიტომ რომ ესენი შეტევაზე არიან. აი ეს ერთი თურნიც და всё, გადავჭით. აი ჯერ მე მაინტერესებს აქ ვინ არის და თუ წავიდა ვაფშე. კი, აი აქეთ გადმოვიდა. მგონი ეს თორჩი მაგისი უნდა იყოს. და ან ამას აიღებს, ან ამას და ნახოთ. 1012 და 1060, ანუ კიდე ორჯერ უნდა გადავინაცვლო. კაი, ახლა წესით მოვიგებთ უკვე. შვენიერი და ფრაქციაც განადგურდა. ამას გადავიყვან აქ და გავაგდებ, აღარ მჭირდება. ამას შემოვიყვან აი ამასთან. და შენ შემოკარგო მოდი და ვერა ჯერ. აი შემოდა გაიხილე, რამდენადაც შეგიძლია. ეხლა აქეთ უნდა გადავიდე და ამათ წამოყვე და მოდროულად აქ წამოვცვლოთ და სხედან 3 ქალაქი უკავიეთ. თქვენთან რა ხდება? არა აგრესიულობა ხო არ გინდათ შემთხვევით? არ გინდათ. აი მათ უნდა ტრეიდი როგორც ვიცი. კი, ოღონდ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. ტრეიდის მეტი არაფერი არ გვჭირდება ამათგან. იმიტომ რომ ვინც ჩონჩხებთან ამყარებს კონტაქტს, მერე აღარავის აღარ ევასება და არ გვაწყობს ამიტომ. კაი, შენ წახვალ ზედა მხარეს. აქ იმიტომ გადამყავს, რომ აქ რო არ მიამყავდეს მე შეიძლება ლორდის ავიყვანო. აქ რო პატარა არ მიამყავდეს, შესაბამისად ქაოსი აქ არ გაჩნდება და გაჩნდება სადღაც აქ. იმიტომ რომ აქაც არ მიამყავს მარჯვნივ, შუაშიც და მარცხნივ ამყავს ერთადერთი. შეგვიძლია რამდენიმე არჩერი ავიყვანოთ, ცოტა ფული დავხარჯოთ. კაი, შემდეგი დაველოდოთ. ათას 60, 1053, აჰა. თითქმის ბოლოში გავედით. ამოაქვს. მე მინდა ეხა იყოს ეს შენ მინდა რომ წამოხვიდე აი აქ და შემდეგი თურნე. კარგი, ჩვენი ქალაქებია ლოსერნ, სარტოსა და ტორ-ივრის. ოკეი. დავუწყოთ რიტუალი. ქალაქები ვიცი და ქაოსი მოდის საიდან? მაინც აქედან? გადავიდე. აღშფოთებული ვარ საკმაოდ. უარ მოგატყუოთ.
მოდი აქ კიდე ბევრ ხალხს ავიყვან. აქედანაც push-ი მოდის და შეგვიძლია ასე დავხვდეთ. იმას წამოვიყვან. თქვენ რაც შეგეხებათ, შემოგარგებო. ვერ შეგვდებ ჯერ, ოკეი. ესენი ომში არიან ვაფშე. ოკეი. აქ ახალი ელფები გამოგვიჩნდნენ და მოდი რაღაცა მაინც შევთავაზოთ. იმერიკით ძალიან მაგარი ვიღაცა არის. კაი, შენ უნდა გადმოხვიდე აქეთ ამ ხარის როგორც გავიგე. შემდეგი თურნი. აქ ხა რაღაცებს გადამიბუგავენ ძლივს აღვაშენე. ნუ რას ვიზამთ. ამის დაცვის მცდელობა შეგვიძლია, იმიტომ რომ მოკლათ ჰელქენონი და ძალიან სტრატეგიული გათვლა იქნება. იმიტომ რომ ამას კედლები აქვს. და ლორდს შეიძლება ლორდი ვერ მოკლათ, მაგრამ ვიღაცებს დავაზიანებ, კაი. ანუ ჩვენი მიზანია ეხა ჰელქენონი, ლორდი, მარტო რომ შევასუსტო და შეიძლება ესენი. იმიტომ რომ ამ შუბოსნებს და ნაჯახიან კაცებს ვერ მოკლავთ მხოლოდ არჩერებით. Короче, არწივი მოკლავს ჰელქენონს, ეგ მაგ გათვლა. ნახოთ განლაგება. ჰელქენონი ვაფშე სად არის? ამად ეს იცავს. ეგ არ მაწყობს, იმიტომ რომ აქ რომ უარტყას ძალიან დიდი დემეიჯი შეიძლება გააკეთოს. ერთი აქ, короче, ორი აქ. მესამე აქ. არა, მესამე აქ. და მეოთხეც აი აქ იყოს ბარი, ხო. ამათ ასე დავაყენებ და არწივი უნდა წამოვიდეს გვერდიდან. ცხენოსნები წავს, ცხენოსნები აქ დავაყენე, ოკეი. ეხლა სტრატეგიას განახებთ. ესენი ესვრიან ამათ, ესენიც ესვრიან ამათ და რატომ მაინც და მაინც ამათ. იმიტომ რომ ამათ შეუძლიათ კედლებზე ამოსვლა და აემორს არა. არწივი მოდი გვერდზე. დამიდექი. და მგონი რაღაც კარგად ვერ ესვრიან აშკარად. მე გითხარით რომ სამივე მესროლეთ აი ამას თქო. არ მიჯერებთ, კაი. არწივი რა შვება აქ? კაი, ესენი ამოდიან და მოდი ამათ ვასროლინოთ მაინც. ოპა, კაია, ჩამოვიდნენ. შვენიერი. უკან არ ახვიდეთ. კარგია, ეხლა შეგიძლიათ თქვენ ლორდს ესროლოთ, თქვენ კიდე აი ამათ. ამ ფლანგს არ ვიმჩნევთ არანაირად. ეს რით ვერ მოკვდა კიდე ნერვები მომიშალა. აჰა. მაინც და მაინც ეს უნდა მეთქვა. თქვენ ლორდს ესრით, დიახ. თქვენ შეგიძლიათ, მოდი, ცხენოსნებო აქეთ. ეხლა მთავარია ლორდი არ მოკვდეს. გეითი გაიღო. ჩემი არწივი, არა, გამო. ოი. იქნება ესენიც მოვკლა, ვაფშე ნაღდი იქნება.
არ მჯერა რომ ორი მხედარი ვერ უგებს ერთ რაზმს. კაი, თქვენ აემათ და თქვენ აემათ. ლორდი მოკვდა, ოკეი. ესენი განლაგდნენ რაღაცნაირად. თქვენ ჩამოდით და აემათ ეს როლით. კაი, კიდე 90 წამი მაქვს, სანამ დავნებდები. ამიტომ მოდი აემასაც შევუტიოთ. აი ამას. ავაჩქარებ ცოტას. რაღაცა დემეიჯი გავაკეთე ამასთანაც. ოკეი. და 30 წამში დავნებდები. კარგი, ვნახოთ რა მხელა დემეიჯი მივაყენე. всё, ესეც მოკალი, ესეც და დაჟე მივაყოლე რაღაცეები. ეს კარგია, დაჟე მეტი გავაკეთეთ, ბევრად ვიდრე მოველოდი. ეხლა წესით მეორე ქალაქსაც შევუტევენ, მაგრამ მაგას ავტოზე გავუშვებ. აი ხა ეს რო ავტოზე გამიშვა, შეიძლება მარტო 6 კაცი დაეკარგათ და ჰელკენონი 100%-იანი ვირცი არ მოკვდებოდა და. აქ აზრი არ აქვს. კაი, რა მაინტერესებს, იცი, ეს აქეთ რატომ მივიდა? შენ წამოყვალ ასე. და შემდეგი ბრძოლა ამ ორთან ერთად იქნება ალბათ. აღონდა არ ვიცი მოკვდებიან თუ არა ეხა ესენი. წესით არა, იმიტომ რომ ჰელკენონებს მოკლავ არწივებით. აქ ვინცაა დარჩენილი ძალიან ნაყარ-ნუყარი ხალხია. და ამათ რამენაირი წინააღმდეგობას გავუწევ. თუ რამე აქ ზაპასკა დაცვა მყავს. ამათ რაც შეეხებათ, ესენი მიდიან აქეთკენ და ამათ მე ავტოზეც მოკლავ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გარნიზონი მიდგას და 12 კაცია მხოლოდ. კაი, მანამდე რაც გვჭირდებოდა არის ამის აღება. ვერ ვიღებ. ეს რომელი არის მეტალი და რომელსაც აქვს უკვე final რაღაცა. ეს ძალიან კაი სკილია, ამიტომ ჩემი აზრით მოვიგებთ ამ ხელს. კარგი. თან ეს ჰიროს ყავს აქ. შემაღლებულადაც დავდგები. ჩემი ლორით ახლოს მივალ, გაუსპამავ რაღაცეებს. გავაბრაზებ და მერე შეტევაზე რო გადმოვლენ, მან წავიჭერ ყველას ერთად. კაი, თქვენ გადახვალთ მრავალ შეტევაზე და აგერ. ცოტა არჩერი ყავს. წინ კედელი და გვერდებზეც დაცვა დავუყენოთ. ამას გახილვაც აქვს, ასევე კარგია და შორს როლაც, ანუ თან მეიჯიც არის და თან კარგი სტატისტიკაც აქვს. და მოდი შეტევაზე გადავალუწე. კაი, ჩემი მიზანია რომ აი ეს დავაგდო აქ. მაგრამ არ მოხდება იქ, მაგრამ მოდი ასე იყოს. და წავედი. წავედი. ამ ესენი ცდილობენ ახლა დაწევას, მაგრამ არ გამოუვათ, მიდი არჩერების მოეხმარებიან. კარგია. ეხლა ამას დავუგდებ აი ლორდს და მოკლავ არე. აი ესე. და წამოვედი უკან და არჩერები მიდი თქვენ ახლა ამათ სრვით უეჭველი. უკან არ გაიქცეთ ოღონდ. და კი.
ლორდი მოკვდება ეხა ამ რაღაცით. არჩერები უკან. შუბოსნები წინ. და შემიძლია ეს ჩავრთო ეს აბილითი, რომ ვეღარ იმოძრაონ. და ძალაც დავაკლო. თქვენ რა შეგიძლიათ ასე და მგონი დაკარგეს განწყობა. ეხლა ცოტას დაველოდები და ეს რო გამიხსნას. გავხილო ჩვენი ლორდი და შემდეგი ბეთლი. არა და წაგებას მეუბნებოდა ინტელექტი. მადონა ხოძია იმენა. დავიპყროთ ეგრევე და ეს არ მჭირდება. მაგრამ სანამ გავაუქმებ პარემ ბოლომდე ავსებული და ხო არ ავიღო რაღაცეები თქო. მაგალითად Lothan Seagard. ესენი ძალიან მაგარი რაღაცეები არიან, ჩათვალეთ არის ჩვეულებრივი სფიერმენი, უბრალოდ დამატებული აქვს რეინჯი ძალიან მაგარი. ანუ ფარიც აქვს, ხმალიც აქვს, ჩუბიც აქვს და 80 დოლარს თუ მიცემთ, ყველაფერს გააკეთებენ. მაგრამ მიღირს ეხლა ამით აყვანა მე ცოტა ფულში ვარ გაჭედილი, ვერ ვიტყვი, მაგრამ დამჭირდება საბოლოო ჯამში. ამიტომ მოდი ეს იყოს აშენებული. და პროსტო მე იქით გადავალ და აი მას ავიდე. იმიტომ რომ რაღაცები ასაშენებელი მაქვს. ეს ვაფშე არც ვიცი სად წავიყვანო ჯერ. მაგრამ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან წინ გველის ძალიან დიდი ფაითი. შეგვიძლია ფული დავხარჯოთ ცოტა. მე მაინტერესებს აი აქ რო ხალხი არის, ვინ არის აი აქ. აქ არაფერი არ მინდა. აქ მინდა ამის აშენება და ამის გაძლიერება და ამისიც ოკეი. კიდე? აჰა. მადონა გაგვიძლიერდა და მოდი ამას ავიღებ და მეორე ჰიროც აქ შეგვიძლია ეს ჩავუდო. თუმს ვასრულებ და ველოდები სერიოზული ბრძოლისთვის ეხა. ეს თუ წავაგი არაა პრობლემა, ამათ ისე შევასუსტებ, რომ მეგობრებო, აქ რა ხდება? აი ეს არმია თურმე ყოფილა ეს. და აქ რისი გაკეთება შემიძლია. ამათ ყავთ დრაკონიც. ასევე ყავთ მეორე ჰიდრა. მაგრამ ჰიდრა პრობლემა არა, აქ პრობლემა არის დრაკონი. აჰა. ეს ყავს. უბრალოდ აი ეგ რაღაც დამოვიწყდა. ამიტომ შეგვიძლია დავალოვადო ბოლოს სანამ გამოვრთე. სანამ მაგ თუმს დავასრულებდი, უნდა ამეყვანა ლორდი. სად იყო? აი ეგ შეგვიძლია ლორდი ავიყვანოთ, ბარემ და რატომაც არა. რაღაცეებში ფული დავხარჯე, ხო, იქ მოიცა. აი ეს არ მინდა. ცოტა ხანი მოიცდის, მაგრამ ლორდი არ იცდის. ოღონდ რომელი ჯერ არ ვიცი. არჩმეიჯი მყავდა მგონი ჰილის. კი, აგერა საბრინა. აი და ეხა გამოჩნდა უკვე, იმიტომ რომ ლორდს თავისი ვიჟენი აქვს. აქ არაფერს აყვანა არ მინდა.
ესენი სხვა რაღაცაში მჭირდება და ამიტომ მოდი პროტო არჩერებს ჩავამატებ. კაი. ანუ თურმე არა ერთი, არამედ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა გველის. პირველი ეს არის და მეორე ტირიონთან ერთად. კაი, დავიწყოთ და ვნახოთ რა გამოვა, როგორ გამოვა. ცუდი ის არის, რომ მგონი ესეც დრაკონზეზის თავარი ლორდი და აქ მეორე დრაკონია. და ჩვენი მეისრეებისთვის მაინც და მაინც დიდი შეღავათი ვერაა. აჰა, კაი, აქეთაა ჰიდრა და ვიღაცეები ნაყარ-ნაყარი ხალხი, დიად არ მაინტერესებს. აქეთაა დრაკონი და აჰა, ეს დრაკონზე არ ზის, ოკეი. ამიტომ შემიძლია აქ თლიანი არჩერები ჩავყარო, ორი წამი. თქვენ მისთან ხართ. ასე გადავანაწილებ. აქეთ იქით მოდი ესენი ჩავსვათ. ესენი დრაკონთან ახლოს ჩავსვა, იმიტომ რომ ამათ წესი დესვრის ახლა. თქვენ აქ. თქვენს ყავხართ, არ დამავიწყდებით არც ერთი. აქ მეორე ესეც არის. კაი, მაშინ ერთი აქეთ რო ჩავსვა და მეორე ასე რო ჩავსვა და აქ ხილი რომ მქონდეს. აბა ვნახოთ რა და როგორ იქნება. ცოტას დავაჩქარებ. კარგია, ხვდება კარგად. თქვენ ყველა ამას ესრით ხო, მშვენიერი. არ უნდა მოუშვათ აქამდეც კი. თავარი ეს დრაკონი რო წამოვა მერე. ოკეი. კაი, აქ რაც ჭირდება მე არის რომ ეს გადავიყვანო ცოტა უკან. და ეს წამოვიყვანო ამასთან საბრძოლველად. აი ასე. დრაკონი ისე კვდება ჰაერზე, მგონი. შეტევაზე არ მოდის აშკარად. გადმოვიდა. ენა მიყივლა. კარგი, ეს გარბის და სანამ ეს გაიქცევა შენ წინ წამოხვალ და შენ ამ ლორდს გაიკიდები. შენც წინ გადმოხვალ. არა, ვერ გადმოხვალ, აქეთ უნდა იდგნენ ესენი. დრაკონი დაშვება. თავარი ეს არ დამეცეს თავზე, ეხლა მოდი აქ. დავსპამო. მაინც. კაი, ამათ რო ხილი ჩავუგდო არ გამოვა ისე? ესენი კიდე ესვრიან, კარგია რომ არ მოდიან. გეითი დაინგრევა, მაგრამ ეგეც არაა პრობლემა, ჩემი არწივი ამათ მისდევს. შენ ჩემო კარგო, მოდი გაიხილე. 3, 2, 1. ესეც ჩაირთე მოდი და კიდე მეტი ხილი. კარგი, რაც შეეხება აქეთ ამ მხარეს ჰიდრა არის, მარტო თქვენ ამათ ესვრით. ცხენოსნები აქეთ, მეორე ცხენოსნებიც აქ არიან. ამათ ხომ მოძდებთ აქ. ამათ უყურეთ როგორ შემოგვეპარნენ. ჰიდრა ხო არ შემოსულა, რამდენზეა გეითი? 92, მაგრამ შემოანგრევს. იმას აგერ დავაგდებ და ეს არწივი მიხედავს წესით. ეხლა ჩემი ცხენოსნები წამოვლენ და ამ ჰიდრას მოკლავენ.
ძალიან საჭირო მომენტია ეხლა. ჰიდრას სიცოცხლე არ შეიძლება. ვერ დაეწევიან, რა თქმა უნდა. კაი, შუბოსნები მაინც მოვაგვარო. და სულ რაღაც 25 კაცი დავკარგეთ. მე ხა ლორდი იმიტომ ავიყვანე, რომ მჭირდებოდა ამათი გაკიდება, მაგრამ ვინაიდან ჰიდრა აქვს, ჰიდრას ვეღარ გავეკიდები. ხო, ნუ პატარა რაღაც არმია არის დარჩენილი. მოდი, ცოტა ფული ავიღოთ. და ეხა ქაოსიც დაგვეტაკება, როგორც ვიცი. აჰა. არაო, ჩემო კარგო, თქვენ არაო. აგერ მეორე არმია რო ყავთო, მანდ მივალ მე. კარგი ნახო, აქ ეხა როგორ არის საქმე. საერთოდ არ მაწყობდა ეხა ამ ჰელქენონების დაპირისპირება. აი გვერდით რო ავიდე აქ ხეებში წესით უფრო ნაკლებად მომარტყავს. და რა ვნახოთ აბა. თავარია მაქსიმალური დემეიჯი გავუტაროთ ეხა ამათ ვერ მოკლავთ დიდი ალბათობით. ნუ ბევრი არჩერი კი ყავს, მაგრამ ჰელქენონები უფრო ჩვენ წინააღმდეგ არიან. მოკლედ, აი აქ უნდა გადავიპაროთ. ბევრს აღარ ვივაჭრებ ეხა დალაგებაზე. წინ დგანან შუბოსნები, უკან დგანან მეისრეები. მოვჩა აქ ბაზარი. კაი. ეხლა ესენი რო არ ჩანან იდეაში, ჰელქენონები შორიდან სროლას არ დაუწყებენ, როგორც ვიცი. კი, აშკარად რეინჯში ვარ, მაგრამ არ გვესვრიან. მაგრამ აი ეს ცხენოსნები რომ მოვლენ ახლოს, მერე უკვე გაჩერდებიან და დაიწყებენ სროლას. და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ტყუიას ვერ გაატარებენ და ზოგი მოხდება ხეს. აი ზოგი ხეს ხვდება ეხლა. ნახეთ ერთი დარტყმით უკვე 9 კაცამდე ჩამოიყვანა. კაი, წინ გადავალ შეტევაზე. საშინელება. აი ტირილი მინდება რა, იმხელა დემეიჯი აქვს, ტირილი მინდება. კარგი, არა უშავს. იდეაში ცოტა ხანი უნდა მოგვეცადა არჩერებისთვის სროლის რეჟიმი რო გამეჩერებინა, ჰელქენონები უფრო ახლოს მოვიდოდნენ და ამათ მაინც მოვიშორებდი. ეგეც თეორიის დონეზე შეიძლება მანამდეც დავენახე. ნუ არ ვიცი. თქვენ რამენაირად ეხა ბოლოს მოგიღებთ უბრალოდ. აქ ეხა მიჩვენია რომ ჩემი თვიბრძოლო. თორე შეიძლება დიდი დემეიჯი გამიგეთო სამ. სულ ტყუილა უბრალოდ, როცა მე მარტო ერთ კაცს დავკარო მაქსიმუმ. კარგი, აქ ეხა მე აი ესე ვიზა. აი ესე რატო? პირდაპირ დაველოდები როგორც უნდა მოვიდნენ.
იმდენიმე ისრე მყავს ახლა რომ რაც არ უნდა გააკეთონ. დამალვა არ მჭირდება ნამდვილად, просто დაბლოდები რომ მოვიდნენ. მაგრამ მეც ესე გამომივიდა რომ ყველა დამალული არის აქ. ოკეი. შემიძლია პატარ-პატარა აფეთქებები მოვაწყო. კაი, არ მოხდრია, ცოტა ადრე მომივიდა. დანარჩენი უკვე. ეხლა ამა თუ გონიათ გვერდიდან მომიჭრიან. იმ ფერი არწივები მყვანან რომ პაწუა ხილი ჩავაგდოთ აქ. ესეც. ასე ძალიან მარტივად მოვაშორებ ყველას. მეტია ბევრი გადარჩენილი არ იქნება წესით და მოკვნენი ხან მთლიანად, მაგრამ არა. ვიღაცები დარჩნენ. კარგი, ეს გამოვთო. ამას კი მოემატა ლეველი, მაგრამ დრაკონზე ჯერ ვერ შევსვავთ, ოკეი. სისტრაფესაც მოვუმატებ და ამათაც ვერ დავეწეოდი, რომც მდომებოდა იდეაში. კარგი, ამას უძლიერებთ აქ. ეს ავტოზე. მოვიმატოთ მაყუთი, ესეც ავტოზე ალბათ. კი, იმიტომ რომ არაფერი არ გვაკლდება მაინც. და ამოდროულად ამ დასახლების აღებას მაინც ვაპირებ და ისედაც დამაკლებოდა ხალხის რაოდენობა. ესენი უკვე ამოვიდნენ აქ, დამლაშქრავენ მალე. რაც შეეხება ამ კაცს, მოდი შენ წამოდი ასე და ამოდი ზემოთ. ვერა მოხვალა, ესე ამოდი. და აი მას მოვუღებ ბოლოს. ისე რომ წამოვიდე და ეს ჩავრთო და აქ ცოტა ხალხი ავიყვანო. მაგაზე რა აზრის იქნება? ამათ მოემატათ ლეველები და ერთი ეს მინდა. ერთი ეს და ერთი აი ეს. დაჟე ორი მოემატა ამას მაშინ პლუს მეჯიკი. აქაც ესეც გამიხსნა და მოდი ამას ავიღებ. და ამის გაძლიერება შემიძლია თან საკმაო მაყუთი მაქვს. კარგად ვარ უკვე განვითარებული. ამ სერიას აქ დავასრულებ თან. და შემდეგ სერიაში შევეცდები რომ აქ კაი არ მიავიყვანო. და ბარე მოდი დავამატებ იცი ვის? ამას და მაყუთი არა მაქვს ჯერ. ამასა. ამას და აი просто უცხენებს. და ამის მაგრად არწივი მირჩევნია და ამასაც მოკლავ. მე გადავალ ამას ავიღებ. იმიტომ რომ ეს მარტივი ასაღებია და ამათ რამდენი დასახლება აქვს სულ 7.
1 2 3 ეს 3 უნდა მოკლა 4 5 აი 6 და რაღაც იქ 7 იქნება. ნუ ცოტა საწვალებელი არის იქით ამ ხარე, მაგრამ აი ამ 3-ს რო ავიღებ და აქეთ წამოვალ ეგ უეჭველი ვიცი. და ნუ ტირიონს დაიხარჯება რამდენიმე სვლა რომ ესეც აიღოს, ესეც აიღოს, ესეც აიღოს. ამიტომ თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ. ძალიან გიჟღური შემდეგი ეპიზოდი გელით და subscribe-ეთ და კომენტარეთ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.